მთავარი განსხვავება ისაა, რომ ეს გელი გაცილებით არასტაბილურია და გაციების შემთხვევაში მაგრდება. ამიტომ გელი უნდა გამოვიყენოთ მომზადებიდან 40 წუთის მერე, როცა გელი არის თბილი. თბილი გელი ფუნჯის დახმარებით შეგიძლიათ გადაუსვათ ვაფლის სურათებს, ასევე ხილს გადაუსვათ გელი, რომ მისცეს სიპრიალე და შეუნარჩუნოს სიახლე, ან ხილი მთლიანად ჩააწოთ გელში და ისე გააფორმოთ ტორტები. ან საერთოდ ტორტს ზევიდან გადაასხათ გელი. გელი იღებება და შეგიძლიათ მისცეს ნებისმიერი ფერი. თუ გელი გაგიცილდათ, ან შეინახეთ და გინდათ გამოიყენოთ სხვა დღეებში, შეგიძლიათ გაათბოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღოვან ღუმელში და თბილი გელი ისევ გამოიყენოთ.